მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასაუბროს მადლობა იმის, რომ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ. ვინც არ მისცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. და ეხლა მინდა გავაკეთო ესეთი მინი გაშლა. რა ენერგიებია ხომ? არის თუ არა ნეგატიური ენერგიები თქვენთან მიმართებაში, თქვენზე. მოდით გავაკეთოთ ვარიანტებად. არის თუ არა ნეგატივი თქვენზე. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე. არის თუ არა ნეგატივი თქვენზე. მოდით პირველი იყოს ავანტიურინი, მეორე იყოს თვისბროლი და მესამე ლაბრადორიტი იასპი. ლაბრადორიტი მეთქი. ნახოთ, მედია, აირჩიეთ და შევხედოთ, არის თუ არა. პირველი ვარიანტი ვინც ერჩია, არის თუ არა თქვენზე ეხლა ამ ეტაპზე რაიმე ნეგატიური ზემოქმედება, ნეგატიური ენერგიები. პირველ ვარიანტთან მიმართებაში სამწუხაროდ არის ნეგატიური მდგომარეობა, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ ეს უბრალოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანზე ხორციელდება ნეგატიური ზემოქმედება, ანუ ხდება ხელოვნური ჩარევა და მე ესე ვიტყვი, რომ დააკვირდით განსაკუთრებით, არ ვიცი რატომღაც ესე მომდის ინფორმაცია, დააკვირდით განსაკუთრებით ახალი მთვარე, როდესაც შემოდის წინა პერიოდი როგორი გაქვთ. თუ თქვენს ენერგიებში არის შიშები, რაღაცა გაურკვეველი დაძაბული მომენტები, თითქოს არაფერი პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ რატომღაც მაინც რაღაცის გეშინიათ, რაღაცა ენერგიები გაძლევთ იმის მომენტს, რომ რაღაცა თითქოს საშიშროება არის თქვენთან მიმართებაში, ხო? აი ამას დააკვირდით, რომ აქ არის რაღაცა მოქმედება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ თქვენზე მოქმედებს ძალიან მძიმედ. განსაკუთრებით, აი როგორი მომენტია, იცით, აი თითქოს, არ ვიცი რატომღაც ესე მოდის ინფორმაცია, თითქოს კონკრეტულად, აი ახალი მთვარის მდგომარეობის წინა პერიოდი გაქვთ გაურკვეველი ხარჯები. აი გაურკვეველი თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს, მაგრამ უეცრად რაღაცა ხარჯები შემოდის, ხო, თქვენთან უცბად რაღაცა ისე არ არის. როდესაც თითქოს ისეთი ხალხით შეიძლება გეხმიანებათ, რომელიც აი რაღაცა წლების განმავლობაში არ შეგხმიანებიათ, ან რაღაცა იმდენი ხანი გადის, რომ არ შეგხმიანებიათ, ხო? აი აქ რატომღაც ესე მომდის, რომ პირველ ვარიანტს არის სამწუხაროდ აქ ნეგატიური ზემოქმედება და კიდევ უფრო კარგად მიხვდებით, ვის ეხება ეს მომენტი, დააკვირდით კარგად, შეიძლება ხა ესეთი მომენტი არის, ხო, რაღაც სადაც აი კონკრეტულად არ ვიცი რატომ, მაგრამ კონკრეტულად ახალ მთვარეზე გაქვთ განცდები, რომ
რაღაცა მდგომარეობა რთულდება, რაღაცა პრობლემა უნდა იყოს, თითქოს რაღაც არადა ნორმალურად არის ყველაფერი, მაგრამ რაღაც შინაგანი დისკომფორტი გაქვთ, ხო, შინაგანად რაღაც აფორიაქებული მდგომარეობა გაქვთ და აი რატომღაც ძალიან ისე მოდის, რომ აქ თითქოს რაღაცა ფინანსური ხარჯები და გაურკვევლად აი ადამიანები, რომლებიც რაღაც ისე თვეიდან თვე ისე შეიძლება შემოტრიალდეს, რომ არ შეგეხმიანან, რატომღაც ჯდებიან და რაღაცა ინტერესი აქვთ, ხო, რომ აბა როგორ ხარ, რამე ხო არ გიჭირს, რამე სირთულე ხო არ გაქვს და ასე შემდეგ. ხო, რაღაცა ვითომ ძალიან ისე მოსაკითხად, მაგრამ ერთი და იგივე კითხვაც ისმება თითქოს, აი რაღაცნაირად ეს მომენტიც მომდის, რომ ყველაფერი კარგად გაქვს, აი კითხვასაც ხო აქვს მნიშვნელობა, რა ხდება შენთან, მაგრამ აი აქ რაღაცა ეს მომენტი მოვიდა, რომ აი ყველაფერი კარგად გაქვს, რომ და თითქოს მიიღოს პასუხი მისმა ნამოქმედარმა თუ მათმა ნამოქმედარმა რამდენად იმუშავა და იმოქმედა. აი რაღაც ეს მომენტი არის პირველი ვარიანტი სამწუხაროდ. კარგით. მეორე ვარიანტი ვინც ერთია, ნახოთ თქვენზე არის თუ არა. მეორე ვარიანტის მდგომარეობა, მე გეტყვით, რომ აქ ნეგატიურ მდგომარეობას თქვენ თვითონ ქმნით თქვენს თავთან მიმართებაში და აგიხსნით ახლა რატო ქმნით. თითქოს აქ რაღაცა მომენტში შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი იმდენად ბევრს ოცნებობს, ანუ ოცნებები არ არის ხო ცუდი, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია. აქ თითქოს ადამიანი ვერ ხედავს, აი რაღაცა ან უბრალოდ არ უნდა თვალი გაუსწოროს, აი ეს უფრო სწორი მიმართულება არის, არ უნდა თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს და იმ მდგომარეობას, როდესაც მას რაღაცა ენერგია ერთმევა, ხო? აქ როგორი მომენტია, აქ თვითონ თქვენ ქმნით თქვენივე თავში რაღაცა პრობლემას, შეიძლება აქ ნახეთ, არ ვიცი, მეორე ვარიანტი ვინ ერჩიეთ, მაგრამ ნახეთ რას გეტყვით. აქ როგორი მომენტი მესახება იცით, რომ სუმიდი ხართ რაღაცა ვცდილობთ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოთ. არ ვიცი რატომ ვცდილობთ ამ ყველაფერს, რომ ვიღაცას რაღაცა დაუმტკიცოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხართ, რომ საჭირო ხართ, რომ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი რაღაცა თქვენ პასუხისმგებლობაზე აიღოთ. ნახეთ როგორი მომენტი, აი იმაზე მეტი პასუხისმგებლობას იღებთ და ისეთ ვალდებულებებს კისრულობთ საკუთარ თავზე, რომ ბოლოს, როდესაც უენერგიოდ ხართ და როდესაც რაღაცა პრობლემის წინაშე გახართ, ხო, აი რაღაცნაირად თითქოს ვერ აანალიზებთ, ხო, აი რაღაც არ ვიცი რატომ გაქვთ ეს მომენტი, მაგრამ მეორე ვარიანტი არასწორი მიმართულებით ირჩევთ რაღაცა გზებს. გზას, რომელიც საბოლოოდ ნახეთ, თუ აქ ის მომენტი არის, რომ აი ცოტა ხანი კიდე მოვითმენ რაღაცა სიტუაციას, მდგომარეობას და მე რაღაც გამოსწორდება, მე რაღაცა შეიცვლება. არა, აქ არაფერი არ შეიცვლება და არაფერი არ გამოსწორდება. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო გეტყვით იმას, რომ ნუ გეშინიათ, გეშინიათ იმ ასე ვთქვათ, ყუთის გახსნა, რომელშიც ძალიან ბევრი მოსაშორებელი ნივთი გაქვთ, ხვდებით? ნუ იღებთ იმაზე მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, რისი დაალაგებაც მერე თქვენი ჯანმრთელობის, თქვენი ნერვიული სისტემის მდგომარეობამდე, მძიმე მდგომარეობამდე მიყვანას ნიშნავს, ხო? უბრალოდ ხანდახან არის საჭირო, რომ წახვიდეთ თქვენს გზაზე და თქვენი გზა აირჩიოთ. უბრალოდ ყველამ თავის პრობლემას მიხედოს, ხო? ყველამ თავის რაღაცა სიტუაციას მიხედოს. აქ არ არის ნეგატიური ზემოქმედება. აქ უფრო თქვენივე რაღაცა მდგომარეობაა, რომელიც უბრალოდ აი
არ გაძლევთ სწორ მიმართულები, ანუ სიმშვიდით ვიცხოვროთ, ხდებით? და თუ ფიქრობთ, რომ მეორე ვარიანტი წარმომადგენლობთ თქვენზე რაღაცა ნეგატიური ზემოქმედებაა და ვიღაცა რაღაცას აკეთებს და იმიტომ არ გიმართლებთ, ან იმიტომ რაღაც ვერ ამოდიხართ პრობლემებიდან, არა, თქვენ თვითონ აკეთებთ ამას, ანუ თქვენ თვითონ იღებთ ძალიან ბევრ საკუთარ თავზე, ხა ადამიანი, რომელიც თქვა შეიძლება იწონიდეს სულ 40 კილოს და ეხა 200 კილოიან შტანგას დაეჭიდება, ფიზიკურად ვერ შეძლებს ხო ამის რაღაცა დაძვრას. მაქსიმუმ შეიძლება რაღაცა გაატოკოს და აქედან გამომდინარე ცოტა რთულია, ამიტომ მეორე ვარიანტი ეცადეთ რომ თქვენს თავს მიხედოთ, ხო, აი თქვენ რაღაცა ოცნებებს, თქვენს რაღაცა სიმშვიდეს და თქვენს გზაზე იაროთ უბრალოდ თქვენ ცხოვრებას მიხედოთ ისე როგორც თქვენ გინდათ და სხვის გასაკეთებელს აიღებთ ზედმეტად თავზე, მოიხვევთ თავზე იმას, რაც თქვენ არ გეკუთვნით, ხო? ხა თქვათ მეგობარმა წაიწუწუნა, რომ რაღაცა პრობლემა აქვს და ხარჯებს ვერ აუდის, წახვედით თქვენ რაღაცა კრედიტი აუღეთ, ვის ვერ იხდის და მერე თქვენი საპრობლემო გახდა, ხო? რა თქმა უნდა, გახდება თქვენი საპრობლემო, იმიტომ რომ იცით წუწუნებდა, რომ რაღაცებს ვერ აკეთებდა და იმას როგორ გადაიხდიდა. მეორე ვარიანტი, არაფერი არ გაქვთ გარდა თქვენი თავაზე სამუშაოსი. მესამე ვარიანტი არის თუ არა. მესამე ვარიანტი. აი მესამე ვარიანტთან მიმართებაშიც მე ესე ვიტყვი, რომ აქ არა, მესამე ვარიანტის მდგომარეობა არის ესეთი. ეხლა თუ თქვენ განიცდით რაღაცა სისუსტეს, ნერვიულობას, ემოციურ დისბალანსს, რაღაცა ესეთი თითქოს გლობალურად ყველაფერი არეულ და არეულია და ფიქრობთ, რომ აქ ნეგატიური ზემოქმედება არის, არა, აქ არ არის ნეგატიური ზემოქმედება. აქ არც თქვენი ბრალია, აქ არის თქვენი ასე ვთქვათ, განთავისუფლება, ესე ვიტყოდი, რომ გლობალური წმენდა ხდება თქვენი, რაღაცა თუ აქ უკვე ვიღაცამ ვთქვათ, მიიღო მონაწილეობა რიტუალებში ან რაღაც მსგავს სიტუაციებით, რაღაცა დაიწყო თავის წმენდები. ეს არის პროცესი, როდესაც მიმდინარეობს ბრძოლა, რომ გამოხვიდეთ სიტუაციებიდან, განთავისუფლდეთ ყველაფრიდან და დაიწყოთ თქვენი წინსვლა, ხო, თქვენი რაღაცა სწორი მიმართულებით და კარგი ენერგიებით წინსვლა. არა, აქ ნამდვილად არ არის ნეგატიური ზემოქმედება, აქ უბრალოდ არის განთავისუფლება ადამიანის, როდესაც ადამიანი თავისუფლდება უკვე არსებული პრობლემებიდან, უკვე არსებული ნეგატივიდან, აქ უბრალოდ მიდის კარმული პროცესები, როდესაც რაღაც მივაღწიეთ რაღაცა ბოლო წერტილამდე და აი ბოლო წერტილით რო ავედით და მივაღწიეთ ყველანაირ მდგომარეობას, უცებ დაინგრა ყველაფერი, უცებ განადგურდა, უცებ გაიფილტრა და გავდივართ აი ამ არასასურველი მდგომარეობიდან. ხო, აი აქ უფრო ესეთი მომენტი მომდის, რომ აქ უკვე ვიღაცამ შიდა პროცესები დაიწყო. ვიღაცამ შეიძლება ფსიქოლოგიური კუთხით მიუდგა და რაღაცა შიდა პროცესები დაიწყო, თავისი განთავისუფლება, წარსულის განთავისუფლება, შიშების განთავისუფლება, რაღაცა ემოციების, ვიღაცამ შეიძლება კონკრეტული ადამიანების ჩახსნაც კი დაიწყო და ვთქვათ რაღაცა გასუფთავება, ხო, აქ მიდის მესამე ვარიანტზე, არ არის აქ ნეგატიური ზემოქმედება, აქ უბრალოდ ნეგატიური ზემოქმედების
დასრულების და განთავისუფლების, ან მე ნეგატიურ ზემოქმედებად შეიძლება ისიც ჩავთვალო, როდესაც ადამიანი არასწორ გარემოში იმყოფება, ხო? ეგეც ერთ-ერთი მომენტია. და შესაბამისად აქ არის ის მდგომარეობა, როდესაც აი ამ ყველაფრიდან გავდივართ, ტოვებთ, ვასრულებთ და ჩვენ გზას მივდივართ, ხო? გზაზე, საიდანაც გამოვალთ უკეთესობისკენ, უფრო ჩვენი აქტიურობისკენ, უფრო მეტი წინსვლისკენ, უფრო მეტი კეთილდღეობისკენ და საბოლოო ჯამში მივხვდით და მივიღეთ ის გაკვეთილი, რაც მივიღეთ და ეხლა უკვე ვიწყებთ ახალ საინტერესო ცხოვრებას. აი ესეთი მომენტი არის მესამე ვარიანტი, მესამე გილოცავთ. მართალია, ცოტა მძიმე პერიოდს გადიხართ, ვერ ვიტყვი რომ ხა მარტივ პერიოდს გადიხართ, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც ამ პერიოდის მერე თქვენ უბრალოდ ვიტყვით რომ რა კარგი ყოფილა დასვენება, რა კარგი ყოფილა ზედმეტი პრობლემების ჩახსნა, განთავისუფლება და თურმე რამდენი რამ მქონია გასასუფთავებელი, ხო, რაღაცა ეს მომენტი არის აქ. ყოველ შემთხვევაში მესამე ვარიანტი მშვენიერია, გილოცავთ, კარგ ეტაპზე გადადიხართ, კარგ ეტაპში იქნებით, შემდეგ უკვე თქვენი მიზნებისკენ, თქვენი წარმატებისკენ და ბედნიერებისკენ რა თქმა უნდა. მოკლედ ესეთი გამოვიდა, არის თუ არა ნეგატივი თქვენთან მიმართებაში. სამი ვარიანტი და მე რა თქმა უნდა გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას თითოეულ თქვენთაგას, მატერიალურ კეთილდღეობას და ულევ სიყვარულს. დროებით.